რა ვქნა ახლა მე აქ? წვიმს. თან 3 დღეა ამათთან ერთად ვარ. ჭკუიდან გადამიყვანეს. თან ამ მანქანით ვარ. თუმცა მიუხედავად წვიმისა, სხვადასხვა გამოწვევებისა, ეს აჭარაა და აქ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შეუძლია გაერთოს და საინტერესო ადგილები მოინახულოს. აჭარაში მეგობრებო, უამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლია. ხიდები, უძველესი ეკლესიები, ციხეები, არ ვიცი, ყველაფერი, ულამაზესი ბუნება, ტბები, ტყეები, მთები, არ ვიცი. მთიანი აჭარა ხო საერთოდ გადასარევია. მოკლედ, აჭარაში ჩამოსული ადამიანი არ მოიწყენს. მე კი პირველი რაც მოახერხე და გადავიღე, აი გაჩვენებთ, ეს არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელი მახო და მახოს უძველესი ხიდი. ხიდი ეკუთვნის განვითარებულ შუა საუკუნეებს. აი ესეთი მშვენიერი ხიდია, მეგობრებო, მახოს ხიდი. აი ესე ადიოდნენ, ხიდს აქვს ესეთი ტალღისებური ფორმა, ესე ჯერ ადიხარ, მერე იქით ჩადიხარ. ესეთი მშვენიერი ხიდია. ესეთ მშვენიერ მდინარეზე. ესე გადადიოდნენ მერე. ძალიან ლამაზია. ისტორიულ ძეგლებთან ერთად მინდა გიჩვენოთ ბუნების ღირს შესანიშნაობებიც. მაგალითად, ეხლა ავდივარ მირვეთის ჩანჩქერზე, ძალიან ლამაზი ჩანჩქერია. ნახველიც ბლომა ტყავს.
ნახეთ რა ლამაზი ქუჩებია მირვეთში. ორღობეები, ვიწრო, მაგრამ ძალიან ლამაზი. ლამაზი სოფელია. ეხლა მივდივარ, უნდა მოვინახულო მირვეთის თაღოვანი ხიდი. ამ ხიდსაც ისევე როგორც მახოს ხიდს, თამარის ხიდსაც ეძახიან. და აი ხიდთანაც მოვედი. ნახეთ რა ლამაზია. ზოგადად აჭარის ხიდები ალბათ ყველაზე გამორჩეულია საქართველოში. ხიდები როგორც არქიტექტურული ნაგებობა. ყველაზე მეტი აქ არის შემონახული და ყველაზე უკეთ აქ არის დაცული. აჭარაში თამარ მეფის სახელობის მხოლოდ ხიდები არ არის, ციხეებიც ბევრია. ეხლა გაჩვენებთ ერთ-ერთ მათგანს, გვარას ციხეს. ესეთი ლამაზი კიბეებია გაკეთებული, მეგობრებო. ლამაზად, წყნარად ჩადიხართ თვითონ ციხემდე. გვარას ციხე მდებარეობს მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას წყლის შესართავთან. ციხის კედლების დიდი ნაწილი ჩამოქცეულია. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე კი 5-6 მეტრია. ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული დაზვერვითი სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი მასალების მიხედვით შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ ციხე ამ ადგილას დაახლოებით მე-6 საუკუნეში წარსებობდა. ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო ციხე მოგვიანებითაც გამოუყენებიათ. მე-11-მე-13 საუკუნეებში მისი აღდგენა განახლება უნდა მომხდარიყო. გვარას ციხე ყველა ეპოქაში თავისი ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო აქტიურ როლს თამაშობდა ჭოროხისა და მაჭახელას ხეობებზე ზღვისპირეთისკენ და პირიქით ზღვისპირეთიდან კლარჯეთისა და არტანუჯისკენ მიმავალი გზების გაკონტროლებაში. ციხეს ეტყობა განახლების კვალიც. მაგალითად, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია სუფთა თლილი კვადრებით ამოყვანილი კედლის ნაშთი. კედლის დეტალი წყობის ხასიათით უახლოვდება გონიოს ციხის კედლის წყობას, მხოლოდ აქ უფრო წაგრძელებული კვადრებია. ამ ნიშნით იგი წინა ფეოდალური ხანით შეიძლება დათარიღდეს. ციხის ძირითადი ნაწილი გვიანდელია, ნაშენია თლილი და ნაწილობრივ რიყის ქვით. ბათუმის სიახლოვეს მაღალ გორაკზე მდებარეობს ავგიის ნაეკლესიარი. ნაეკლესიარი მშენებლობის სტილით,
დაგეგმარებითა და აქ გათხრების დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით თარიღდება მე-5 საუკუნით. ძეგლი წარმოადგენს ადრექრისტიანული ხანის დარბაზულ ნაგებობას, ჩრდილოეთისა და სამხრეთის განივი მკლავებით. ნაგებობის ერთიანი გეგმარებითი სტრუქტურა გამოიყურება როგორც თავისუფალი ჯვარი. შეიცავს ნახევარწრიულ შვერილ აფსიდს, რომლის რადიუსი 6 მეტრია. ტაძრის ძირითადი სივრცე სამნაწილიანია. შეიცავს განივ დარბაზს, რომელიც შესაძლოა ნართექსის ფუნქციას ასრულებდა. დარბაზს და საკურთხევლის აფსიდას. ნაგებობის იატაკი დაფარული იყო მოვარდისფრო კირხსნარით, წვრილი კენჭებისა და კერამიკული ფხვნილის ნაერთით. ტაძარს ერთადერთი ცენტრალური შესასვლელი დასავლეთის მხრიდან უნდა ჰქონოდა. ნაგებობა გადახურული უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული კოჭებიანი კონსტრუქციის ორქანობიანი სახურავით. თავის დროზე ეკლესიას ჰქონია მარტივი, კოჭოვანი ბრტყელი ჭერი, რომელიც დამახასიათებელი იყო ადრეული ბაზილიკური ნაგებობებისთვის. ნაგებობა გადახურული ყოფილა ხის კონსტრუქციებზე დალაგებული ბრტყელი და ღარიანი კრამიტებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გადახურვის ეს ხერხი ძალზედ იშვიათია. ავგიის ეკლესიის მსგავსი გადახურვა ჯერჯერობით ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, ჭაბუკაურისა და დოლოჭობის უბანში შესწავლის სამნავიან ბაზილიკებს ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ ავგიის ნაეკლესიარი თითქმის მთლიანად დანგრეულია, ის ადრეშუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. ეხლა კი გადავინაცვლოთ ციხესთან, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია საქართველოში და ყველაზე კარგად შემონახულიც. ეს გონიო აფსაროსია. სახელწოდება გონიო გვიანდელია, ის დაახლოებით მე-12 საუკუნიდან გვხვდება. არგონავტების თქმულების მიხედვით სადღაც აქ მიაბარა მიწას კოლხეთის ლეგენდარულმა მეფემ აიეტმა თავისი ვაჟიშვილი აფსირტე, რომელიც მითის ერთი ვერსიით იასონმა მოკლა, ხოლო მეორე ვერსიით თავად მედეამ. აფსირტე მედეას და არგონავტებს დაედევნა, რათა გატაცებული ოქროს საწმისი დაებრუნებინა. ბერძნულ რომაულ წყაროებში გონიო სხვადასხვა სახელითაა ცნობილი, მაგალითად პირველი საუკუნის რომაელი მწერალი და გეოგრაფი პლინიუსი აფსარუსად მოიხსენიებს. იგი წერს, რომ ტრაპიზონიდან აღმოსავლეთით არის მდინარე აფსარუსი და ამ მდინარის ნაპირზე გაშენებული იმავე სახელწოდების ციხე. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ციხის აშენება რომაელი მხედართმთავრის პომპეუსის სახელს უკავშირდება. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია არავინ იცის. დანამდვილებით კი ისაა ცნობილი, რომ მეორე საუკუნეში ამ ტერიტორიაზე რომაელთა რამდენიმე კოჰორტა იყო განლაგებული. რომის აღმოსავლეთ საზღვრებს დაცვა ესაჭიროებდა. ეს ციხე-ქალაქი კი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ყოფილა. უახლესი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ პირველი სამოსახლოები აქ ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეებში გაჩენილა. ინტენსიური ცხოვრება გრძელდება კლასიკურისა, ანუ მე-5-მე-4 საუკუნეებში და ელინისტურ მე-4-1 საუკუნეების ხანაშიც. საკუთრივ ციხის აშენება ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში რომაელებს უკავშირდება. პლინიუსის მიხედვით ციხე ახალი წელთაღრიცხვის 77 წელს უკვე აგებულია. აფსაროსი ახალი წელთაღრიცხვის პირველ მე-3 საუკუნეებში რომის აღმოსავლეთის საზღვრის სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. აქ იდგა 5 დამხმარე კოჰორტა, დაახლოებით 1200-1500 კაცი. ფუნქციონირებდა თეატრი და ჰიპოდრომი. ხალხური თქმულებების მიხედვით ციხის გვერდით ჭოროხის მარცხენა შენაკადი ჩამოედინებოდა და იქვე მახლობლად ზღვას ერთვოდა. დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ნაკადი ჩაკეტილა და ტბად გადაქცეულა. ასე წარმოშობილა ტბა, რომელიც დღეს გონიოს ტბის სახელით არის ცნობილი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მაგალითად ეპიფანე კვიპროსელის მიხედვით, აფსაროში დაკრძალულია ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული მატათა.
გონიოს მუზეუმ ნაკრძალი 1994 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ გონიო აფსაროსის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა. აღმოჩენილია საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, ნივთიერი მასალა, კერამიკა, ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, იუსტინიანე პირველის მონეტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც ძირითადად უნიკალური საიუველირო ნიმუშებისგან შედგება და ამჟამად აჭარის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ყველაზე დიდი ტერიტორია ციხესიმაგრეში ყაზარმებს ეჭირა. ეს ვიწრო მართკუთხა ფორმის შენობა ჯარისკაცების საცხოვრებელს წარმოადგენდა. ყაზარმა 10 სტანდარტული და 1 მოდიდო ზომის ოთახისგან შედგებოდა. სტანდარტული ზომის ოთახში კარვის მსგავსად 8 ჯარისკაცი თავსდებოდა, ხოლო დიდი ზომის ოთახი მეთაურისთვის იყო განკუთვნილი. ჯარისკაცთა საძინებელ ოთახებს ვერანდები ჰქონდა. მას ჯარისკაცები შეიარაღების შესანახად იყენებდნენ. ხშირად ყაზარმებს დამატებითი ოთახებიც უკეთდებოდა, რომელსაც სპეციალური დანიშნულება ჰქონდათ, მაგალითად როგორიცაა ხორბლის დაბქვა და საკვების მომზადება. თითო ყაზარმა 1 ცენტურიას, ანუ 80 ჯარისკაცს იტევდა და ერთმანეთის პირისპირ იყო განლაგებული. ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის ჩათვლით ყველა ყაზარმა, რომელიც იმპერიის სხვადასხვა ციხესიმაგრეში შენდებოდა, ერთი გეგმის იყო. მესამე საუკუნის კრიზისმა, როგორც რომის იმპერიაში, ასევე სამხედრო არქიტექტურაში მოახდინა გარკვეული ცვლილებები. ყაზარმები შეცვლილი იქნა ცალკე მდგომი შენობებით, შალეებით. შალეების მწკრივი დაახლოებით იგივე ტერიტორიას იკავებდა, რასაც მისი წინამორბედი, თუმცა გეგმის შეცვლის სივრცის სხვაგანად მოწყობას მოითხოვდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავს შენობებში შედარებით ცოტა ჯარისკაცი თავსდებოდა. ან შესაძლებელია მათ ოჯახებს ჰქონდათ უფლება ციხესიმაგრეში ცხოვრებისა და ერთ შენობას ერთი ოჯახი იკავებდა. ბოლოს კი ერთი რამ უნდა ითქვას. მართალია თავის დროზე ეს ციხესიმაგრე ჩვენი ქვეყნის დასაპყრობად აშენდა, თუმცა ამჟამად ის ქართული ხუროთმოძღვრების ნაწილია და საკმაოდ მნიშვნელოვანიც, მათ შორის ტურისტული თვალსაზრისით. მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით, მეგობრებო.